თქვენ ყურებთ კურიერს 9 საათზე იუსტიციის სახლი ბათუმის შემდეგ რუსთავში ახალი ბრენდის კონცეფცია იგივე ერთ სივრცეში გაერთიანებული მომსახურების დარბაზები ახალი სერვისით სარგებლობა მომხმარებლებს უკვე ხვალიდან შეეძლებათ. როგორ იქნება კიდევ ერთი იუსტიციის სახლი ნატა მახოლაძე რუსთავიდან. ნატა სახლის გახსნა ხვალ გეგმება რა სიურპრიზები ელოდებათ პრეზენტაციაზე რუსთაველებს. ბოლოს ამზადისი ხვალინდელი დღისთვის ამ დროისათვის მიმდინარეობს ისევ ახალ იუსტიციის სახლში. ხვალ ელოდებათ რუსთაველებს და არა მარტო მათ გრანდიოზული კონცერტი, ცეცხლოვანი შოუ და ყველაზე მთავარი სიურპრიზი ეს არის 3D ფორმატის შოუ. სპეციალურად ის ქართულმა კომპანიამ სპეციალურად იუსტიციის სახლისთვის შექმნა. ყველაფერი ერთ სივრცეში ხვალიდან რუსთავის იუსტიციის სახლში მოექცევა. ბიზნეს ლოგიკით აწყობილი მოქალაქეზე მაქსიმალურად ორიენტირებული მომსახურება და კომფორტული გარემო ბათუმის შემდეგ უკვე რუსთაველებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. იუსტიციის სახლი ეს არის ყველა საკუთრება, ყველა ადამიანის საკუთრება, ეს არის ყველაფერი ერთ სივრცეში და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული მოქალაქეებს. რუსთავის იუსტიციის სახლში სერვისები ბათუმის სახლის იდენტურია. მომსახურების დარბაზი სამ სივრცედ გაიყოფა. თვითმომსახურების და სწრაფი მომსახურების სივრცე, რომელიც მხოლოდ 5 წუთიან პროცედურას გულისხმობს. სხვა სერვისებისთვის ხანგრძლივი მომსახურების დარბაზიც იმუშავებს. იუსტიციის სახლის სპეციალურ ოთახებში მოქალაქეებს უფასო ინტერნეტით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. მოეწყობა დარბაზი ბავშვებისთვისაც. მომხმარებელს უნიფორმებში ჩაცმული კონსულტანტები დაეხმარებიან. რუსთავის იუსტიციის სახლთან ერთად კომპლექსში ქორწინების სახლი და ქალაქის თვითმმართველობის შენობაც იქნება. ჩვენი მთავარი პრინციპი არის, რომ მოქალაქე რაც შეიძლება ცოტა ხანს დარჩეს იუსტიციის სახლში, სწრაფად და ეფექტურად მიიღოს აქ არსებული სერვისები და გავიდეს მაქსიმალურად კმაყოფილი. იუსტიციის სახლის გახსნაზე სტუმრებს 3D ფორმატის შოუს შესთავაზებენ. პირველად საქართველოში სამგანზომილებიანი პროექცია ქართულმა კომპანიამ შექმნა. ეს არის ფასადზე მორგებული, შენობის არქიტექტურაზე მორგებული ილუზია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გავაცოცხლოთ რაღაცა შენობა, ავამოძრაოთ, გადავაქციოთ ანტიკურ შენობად, გადავაქციოთ მერე სრულად თანამედროვე შენობა და ამასობაში გავაქროთ კიდევაც. 3D ფორმატის შოუს გარდა რუსთავში ახალი ბრენდის პრეზენტაციაზე იქნება ცეცხლოვანი შოუც და გრანდიოზული კონცერტიც. იუსტიციის სახლის საზეიმოდ საღამოს 9 საათზე გაიხსნება. მოძრავი სცენის მონტაჟი დღეს დასრულდა. იუსტიციის სახლების სხვადასხვა ქალაქების ეს მაკეტები, დიდი ზომის მაკეტები იქნება დამზადებული, რომელიც სცენაზე იქნება მოთავსებული. შოუს თვითონ გახსნიან ტანმოვარჯიშე გოგოები, შემდეგ ბიგ ბენდი და ჩვენი კარგი მომღერლები იქნებიან ბიგ ბენდთან ერთად. გვინდა რომ ახალი და საინტერესო იყოს, ისევე როგორც თავისთავად თვითონ ეს იუსტიციის სახლები არის ახალი და ძალიან კარგი ნოვაციაა და ძალიან საინტერესო და ძალიან კომფორტული. რუსთავის შემდეგ იუსტიციის სახლი აგვისტოში მესტიაში გაიხსნება. მოგვიანებით ქუთაისში, 2012 წელს კი თბილისში. ასე რომ ყველა მსურველს ხვალ შეუძლია ჩამოვიდეს რუსთავში, ნახოს რუსთავის ახალი იუსტიციის სახლი და ასევე დაესწროს გრანდიოზულ კონცერტს. ეს იყო ნატა მახოლაძე ხვალინდელი პრეზენტაციის შესახებ.